ისე მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა იყოს, ვუახლოვდები დივიზიონების დასასრულს. ვა, მაილიგაზე უცებას ნაღდად არ ველოდი ძმებო. მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით, ცოტა დააგვიანდა დივიზიონებს, მაგრამ რაც მთავარია, აგერ ვარ, თამაშობ დივიზიონებს, ბოდიშით. კი, ვისაც დივიზიონები გევასებათ. ძალიან დიდი ბოდიში რომ დაგიგვიანეთ ვიდეო დივიზიონების. ხო, კიდე მილიონჯერ თქვი, კიდე მილიონჯერ გაიმეორე. სანამ ეს ვიდეო გაგრძელდება, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი. ხალხო 6000 გაუმწერზე რა, ავიდეთ, გთხოვთ. რავიდით მართლა. კაი, წავედი. ხო, ძმებო 1451 კოინზე კი არა და რეიტინგზე ვარ. 1500 უნდა დივიზიონ 2-ში გადასვლას. ლაივებში ავედი, TikTok ლაივებში, ამამდე, რეიტინგამდე. და ხო, ვისაც არ ყავართ დაფოლოვებული, შეგიძლიათ დამაფოლოვოთ მანდაც. Proceed. ნახოთ აბა, როგორი მოწინააღმდეგე შეხვდება ნუ წესით. 2812 Black Mamba, ოპა. Black Mamba გვეთამაშება, შავი Mamba გვეთამაშება, საინტერესოა ძალიან. ნახოთ რას ვიზავთ. შავი Mambis წინააღმდეგ, კაი, ეს ფორმა არ მინდა. თეთრი იყოს ეს მაგათი ფორმა და მოდი გადავხედოთ ახლა მაგას როგორი გუნდი ყავს, ნუ ნახოთ. აუ, ძმა, ამასთან რა აზრი აქვს თამაშს? ამას იმენა გავანადგურებ, კაი, მოდი წინასწარ არ გვინდა საუბარი. ნახოთ, იქნება და აქეთ გამანადგურა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ანუ იქნებ გაისკრიპტა და რაღაცა. ან იქნებ კარგად თამაშობს, რა ვიცი, ძალიან მე რაღაც შეიძლება და წინასწარ რატომ ამბობ არ ვიცი. კაი, ნუ მილანი ჩემი გუნდის წინააღმდეგ. ნახოთ რას ვიზავთ. ნუ წესით არ უნდა გამიჭირდეს იდეაში რა, რავი, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ხო და გადავიდე შეტევაზე, აბა გაათამაშეს ბურთი. აქტიურად დაიწყო ძალიან, რას ლაპარაკობ ეგრევე შეტევაზე, საინტერესოა ძალიან. ეგრევე შეტევით რომ დაიწყო. რომე, ლე. რას ლაპარაკობ, კაი ერთ. აჰა, ნუ გასაგებია, სწრაფი გათამაშებები თამაშობს. ნუ გასაგებია. მე ნეიმარი. არა შენი ვერ გაასწრო ნეიმარმა. უბარსი, მესი, ჰარი კეინი. გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე უკვე მაკალისტერი, მალდინი მისდევს მაკალისტერი როგორ გასდა მალდინის არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მალდინიმ საბოლოოდ კარგად დაიბრუნა ბურთი, მოიშორა ეგრევე. გადაუშვა აუტზე. მე-12 წუთი მატჩისა ამასობაში. აუც მოაწვდიან მილანის ფეხბურთელები. ალექსანდრ არნოლდი ბურთთან ჩაუწოდა კამავინგას აუტი. ენცო ფერნანდესი კარგად თამაშობს ამ მომენტში გატუზო. პაუ კუბარსი მივიდა პირველი ბურთთან ვირჯილი. ჟანლუიჯი დონარუმა დაელოდა ნეიმარს დონარუმა და შემდგომ მოიშორა უკვე ბურთი. ლიონელ მესი, ენცო ფერნანდესი, ედუარდო კამავინგა, ჰარი კეინი კარგად ათამაშებენ ბურთს, თუმცა ძალიან იჩქარა ამ მომენტში. აბა ნეიმარი, პელე, მე ხო საერთოდ რას ამბობთ? მე უფრო უჩქარო ვიდრე ის. ჰარი კეინი, ენცო ფერნანდესი, ისევ ჰარი კეინისკენ კარგი გადაცემა იყო, თუმცა აქ რა კარგი გადაცემა გამომივიდა რუმეს მიმართულებით სრულიად შემთხვევით. არა, ვერ მოტრიალდა და ჩახველს ვარ ტყავდი, იმიტომ რომ რუმენი გიბლიცია. მაგრამ ვერ მოტრიალდა თუ არ მოტრიალდა თუ რაღაც ამდაგვარი. ულიტი, პელე, ნეიმარი, პელესკენ მშვენიერი პასი რუმენიგზე 1-0 დაუსკიპოთ რა თქმა უნდა. ძალიან კარგი გოლი გავიდა. ძალიან კარგი გოლი გაიტანა რუმემ მატჩის 26 წუთზე და დაწინაურდა ჩემი გუნდი მილანის წინააღმდეგ. არ ვიცი, აქტიურად თამაშობს როგორც ასეთი. გაზაროა, თუმცა ნახოთ რას მოახერხებს. საერთოდ მოახერხებს თუ არა რამეს. ამასობაში ენცო ფერნანდესი, მბაპე, არა, კატუზომ კარგად დაართვა იგურთი, ნეიმარი, რუმე, კრუიფი, კარგი პასი რუმეს მიმართულებით, მოტრიალდა რომე დაარტყა ბლიცია უსახე აზრო იქ ვიღაცას.
ისევ რუმე. აბა რუმე ბლიც კარლერი, ანუ არა ბიჭო, აზრი არა აქვს. ანუ მართლა აზრი არა აქვს, უფრო მეტ გოლსაც გაუტანდა, აი რავი გავანადგურებ რა მართლა, ანუ ზოგადად წინასწარ საუბრები არ მიყვარს, მაგრამ აი მით უმეტეს 2-ით გადმოვიდა შეტევაზე, აი შო ძალიან აღელდა. პელე ამავინგა რატომ ხარ ჩამისრიალდა და ნუ 3-0. ანუ დაარეჯებს ნახოთ აბა. დაარეჯებს თუ არა. იმიტომ რომ რავი 2-ით გადმოვიდა, 2 ხაზით გადმოვიდა შეტევაზე და რავი, ანუ მეკარის წამოიყვანა შეტევაში და ამიტომ არ ვიცი, ნახოთ. ნუ ესეც აი 3-0 უცებ გავიდა გოლები ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ კონექშენი ინტერნეტის კავშირი ძალიან კარგი აქვს. რა ვიცი აბა. 2 წუთი დაამატა პირველ ტაიმს თავარ არბიტრმა პელე გარბოდა დავინახეთ მშვენივრად, იდეალურად გადასარევად გენიალურად და რუმე ესეც შენი 4-0. პირველივე ტაიმში 4-0 ვანადგურებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს 4-0-ს და დასრულდა პირველი ტაიმი მილანის წინააღმდეგ 59-41-ზე ბურთის ფლობა. ნახოთ, დავიწყოთ მეორე ტაიმის, არ დაიწყებს რომ მეორე ტაიმს. რა შალიჩობს? ნუ არავისაც არ ცვლის, როგორც ასეთი. და არა, საულ ამ გუნდით ამ მოთამაშემ დივიზიონ ორამდე რომ მოაღწია. მართლა კარგი მოთამაშეა, უბრალოდ რავი, ანუ შეიძლება რავი, მაინც ჩემთან არ გაუმართლა. ანუ თვითონაც რასაც ვაკვირდები, კარგად თამაშობს, უბრალოდ ზოგჯერ ზედმეტად სწრაფად თამაშობს, ამას ვიძახი მე კი. რა აზრია გძმებო? აი, ნუ მეთამაშება როგორც ჩანს ბოლომდე, ეგეც კარგია რო არ არეიჯებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ნერვები ეშლებათ ხოლმე და გადიან ხოლმე და მე ან თამაშლიან, ან კიდე ერთი წელი არ თამაშობენ. სერჟინიო, ედუარდო კამავინგა, ნუ ეს მაგარია თანამედროვე ფეხბურთელებს შორის ის რო არის, რა ქვია მაგას. სერჟინიო, ვირჯილი, მბაპე. ისეთი. ძლდება ისე მათი შეტევა, ჰარი კეინი, ნუ კანავა რომ თავისუფლად წაართვა რა, მოდი ესე ვთქვათ. უკან მისცემს პასს, არა, აუ რა ქნა. ვაიმე, მაგან კი არა, მე რა ვქენი, ნუ მე რა, ეხა ძელს მოხდა რა ჩემი ბრალი კაცო. მბაპე. კარგად წაართვა კანავა რომ რა ვქნა ძმა, უნდა ვთქვა, ანუ სხვა გზა არ მაქვს, კი, ბაზარი არ არის, აზრი არ აქვს, ანუ არანაირად აზრი არ აქვს ამასთან თამაშს რა. აჰა. და მესე შენი მე-6. სანამ არ იმას იზამს რა ქვია მაგას. სანამ ავია 10-მდე ათამაში ჯიგარო? თუ რა ხდება? გუზო. მარი, მე. აღარ შემიძლია. კაი, ხო, ნახოთ, აბა, იქნება 10-მდე გვიშვებს კაცო. არ დავარტყავ. ხალხო არ გეგონოთ რომ ბიგინერს ვეთამაშები. თუ არ გჯერათ ჩემი შეგიძლიათ გადაარესტარტოთ. აჰა. ეხა მაინც. მადლობა ღმერთს, სანამ კარში ბურთი არ შეგიდენე, იქამდე არ დანებდი ჩემო ძმაო. მადლობა ღმერთს. არა, კიდე კარგად გაწურა. კაი. ნუ ეს ძალიან მარტივი, ძალიან იზი გასეირნება იყო. 1491 ერთი მატჩის და გავდივართ. დივიზიონ 2-ში. დაველოდოთ, აბა. თქვენ კიდე ეხლა შეგახსენეთ რომ დაალაიქოთ ძმებო ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარისხლაკი. უდესი მადლობა ყველას წინასწარ. Checking connection status. აჰა, ეგ არის. დავაი. აბა ვნახოთ შემდეგი ვინ შეგხვდება. PSG, Eno 3160. საინტერესოა. ბიჭო, არა, იმას მართლა საღოლ რა, აი მილანის გუნდით რო ვინც ეთამაშა ახლა.
იმას მართლასახო, იმიტომ რომ მაგ გუნდით დივიზიონ 2-მდე მოაღწია და ეგ ნუ კორტნი ყავს კარებში, რამდენი შემტევი ყავს გადააურჩენ. აუ ილდიზის დედაც ნახევარზე მეტი არიან აი თურქები რა, იმენა 80% არის თურქი ამ დივიზიონების მოთამაშე და საერთოდ ნუ იფუტბოლის მოთამაშე რა. იმენა თურქები არიან ძმაო, აი აღარ შემიძლია, კაროჩე, აღარ შემიძლია რა. თან როგორ თამაშობენ ბიჭო ეს დედარღნიანები. ნახოთ აბა. ამას არას ვიზავთ. ნუ საინტერესო წყობა აქვს სხვათა შორის. ამდენი შემტევით რატო თამაშობს? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ კაი, ნუ ვითამაშოთ რა. ენო საინტერესო. ენო. კაი, ნუ რაც იქნება რა. გადავიდეთ შეტევაზე. წავედით, აბა გავეშვით, დაიწყო პირველი ტაიმი, ნუ კარგი პასი არ იყო ეს. პირიქი ძალიან ცუდი პასი იყო. აბა პირველი შეტევა. პელე, გულიტი. აქ ჩაუწოდოთ რუმეს, ნუ კორტნი თამაშობს კარგად. კორტნი ზოგადად აი მევასება რა, ანუ ხო ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ანუ მადრიდის რეალიდან ერთადერთი კურტუა მევასება რა. ანდერს არის წინ გაუშვათ ეგრევე ძლიერად. აქ ხა რეალურად შეიძლება ჯარიმაც ყოფილიყო რეალურად, ნუ კაი ყვითელსაც აირტყავდნენ ისე ფეხბურთელები, აი ვინც ეგრე წააქცია რა, იმენა ამოატრიალა. აბა რობერტო კრუიფ, ნეიმარი, ნეიმარი, ნუ კარგად თამაშობს ჯერჯერობით დაცვას ეს რა. ვაუ, საღოლ. ნუ კაი დასკიპა. მინდოდა ბეჩერები და განმეორებით, მაგრამ ნუ კენან ილდიზი, სალაჰი, რონალდუ კიდევ ვინმე მიყავს, ნეიმარი წავდა წინ, რაც როგორც შევამჩნიე. აბა რუმე! ვაიმე შენი არა ბიჭო, კორტუა მაღალია და ეგრე მარტივადაც მთლად ვერა ჯიგარო. მთლად ვერა. რუდიგერმა არ დამარტყმევინა, ნუ როგორც FC-ში, ალბათ დამეთანხმებით FC-ის მოთამაშეებიც. eFootball-შიც ეგრეა რომ აი იმენა რუდიგერს აქვს იმენა ყველგან ფეხები ძმა. აი დაცვაში რო თამაშობს, ყველგან ამის ფეხებია ბიჭო, აი აქეთ მირბიხარ, მაგის ფეხი გვხვდება და ფეხს გიდებს და პატკაც ვაიმე, რას გადავრჩით. პატკაც გიდებს და ანუ აქაც რა ვიცი იმენა რა, აი ყველგან კაროჩე. ნუ ეს არ იყო რაღაცა ისეთი სკილი. აბა ნეიმარ ჟუნიორ ევრიპადი. როგორ დააშდა, რა კარგად დააშდა, მე მეგონა ვაფშე, ანუ პროსტანზე ვთქვი. 1-0 კარგია. დავწინაურდით ამ მოთამაშის წინააღმდეგაც. ანუ ვაფშე რენდომზე ვთქვი ეგ ნეიმარ ჟუნიორ ევრიპადი და გაიტანა კიდევაც კენან ილდიზის ჩაწოდება, ნუ არ გამოვიდა გულიტმა გამოიტანა საბოლოოდ ბურთი. კი ბატონო 34 წუთი მაჩისა ამასობაში მეგობარნო, ძმანო და ჯამაათნო და 1-0 არის ანგარიში ტაბლოზე. სილვესტრე. ნუ მალდენიმ წაართვა გულიტი. პელე. ნეიმარი. არ ვიცი გაუმართლა თუ რაღაცა, მაგრამ კარგად გასცა რუდიგერს და ნეიმარის დუბლი მეგობარნო. ნეიმარის დუბლი. კარგია, ძმაო, კარგია, მშვენიერია. იდეალურია, გადასარევია, გენიალურია. აბა, კენან ილდიზი. კარგად წამოვიდა. ნუ არაფერი, ეს განსაკუთრებული ხა. აქ ჯარიმაც რო დაედო იდეაში. თამაშვლიდი ეგრევე. აბა რომე, ლიც. იტი შენი აუ რუდიგერს რა აქვს ესეთი ეს ფიზიკალიტი და აქ ჯარიმა კი ბატონო. და ყვითელი პარატიც ხო? არა, გადავრჩით. ოკეი. როგორ გადავრჩა ვარანი იქ? საერთოდ ყობა ნუ უკანასკნელი გაფრთხილება, რა თქმა უნდა. აუ ბიჭო, ვიცოდი იქით რო გააკეთებდა პას დედას ვიცავარ, პროსტა არა ვიციე ძალიანაც მეთქი იქება და დავალი პასი გაათამაშოს აქეთქო. მაგითო წავიყვანე იქით ფეხბურთელი. აბა გულიტი. აუ ძალიან ცუდი პასი იყო ესა. გატუზო მოწოდების სიმაღლეზე მეგობარნო.
ნეიმარი აუ ძალიან ნერვები აქვს მოშლილი ხა. იმენას სულს რეალდება. იმენას რეალდება. ვაუ, საბოლოოდ მაინც დაიბრუნეს ბურთი, აბა კენან ილდიზი. არ დამოუშვათ ჩვენ საჯარი მოსიახლოს. კარგია, კარგად თამაშობენ ჩემი მცველები. პელე. აუ ნეიმარ გაიწირა, აჰა, პელე. როდრი მაინც ჩასრიალა. ოპა, რა? პენალტი არა ამაზე? რას ლაპარაკობ? პენალტი როგორ არ დადო მაგაზე ძმაო? აუ, კაი რა. ეს შვენიერი წარფევა იყო. რა იყოთ. უფ. კანარა მოგსულათ ეგრე? არასდროს. ნეიმარი ნახოთ. პირდაპირ ურტყავს. პირდაპირ დაარტყა. ვა. კაი, ჩემო ძმაო, კაი. აქეთ გაუშვათ. მე? აუ, პელე, კარგი რა, საით მიდიხარ და მოიშორა წინ, იარდა პასი წინ. კენან ილდიზ. დაიძრა თურქი. არაფერი. მალდინისთან ეგარ გამოგივა ჯიგარო, დამერწმუნე მაგაში. მუჰამედ სალაჰი. რა ვიცი რა. ესეც ახლა თლად ისეთი სლაცეთ მარტივიც არ ყოფილა იმაგას 7-0 რომ მოუგე, მაგრამ ესეც მარტივი იყო რა. რა ვიცი აბა. მე ვაიმე პელესკენ აი. ერთადერთი წუთი ეგ არის რა. დივიზიონ 2. Hello. Division 2 მოგესალმებით. Division 2 promotion. It tastes like promotion. ეგ არის Division 2. სალამი. ოპა, win rate მაქვს 6-7. გაი, ეგრევე ერთი მატჩი ვითამაშოთ, არაფერი ხახო დამანებეთ თავი. ვითომ არაფერი არ გაგიგიათ. გაი, proceed. ოპა, აქ უკვე დამერხა. ვაიმე, ეხა გავიაზრე დივიზიონ 2-ში ვარ. ამედ ვეთამაშები. აუ, გალათასარაი ეხა ეს თურქია. აუ, თურქია, ბიჭო, აი, რატო გადავწყვიტე თურქი რო არ ვიცი, იქნება გალათასარაი ისპანია, მაგრამ გალათასარაი ფანი ვინები არიან? აუ, როგორ ეთყობა ტიპს, იმენა თურქი როა, ჩემი კაი. ჯერ ხო ცენტრში ხო ისყავს ეს თურქი. მერე კავშირში წყობას შეხედეთ უბრალოდ, ანუ აია. იმენა ფა. კაი. ებიჭ რა ვერ დაიწყო. ძლევს, მადლობა ღმერთს. აი, ნუ. ამედი ჩემს წინააღმდეგ ნახოთ რა სიზავს, როგორ იზამს. აუ ბიჭო, არა, მეორე დივიზიონია და ეხლა აი მართლა ძალიან ისე სერიოზულად მომიწევს თამაში რა. იმიტომ რომ ძლიერები იქნებიან. გაბრიელ ბატონო, ოპა, ეგრევე რო შეტევაზე წამოვიდა, ამა უყურე ერთი. ვარანი ულიტი. ელე. მე აი ჰუისენისო აი მე ბიჭო. ხო და ჰუისენი ყავს დაცვაში, კი ბატონო. ოჰო, ეგრევე ძალიან აქტიური თამაში წავიდა პირველ ტაიმში, პირველ ტაიმის პირველ ნახევარში და კარგია. რუმე 1-0. შენი დედავატირე. ფუ, კაი რა თამაშგარეტო, აი რა თამაშგარე რა. მოდი აი ერთი გადავიდეთ, ორით არ მინდა მთლად გადასვლა კაცო. ორით რა თმინდა გადასვლა. აუ, ფთხილად არა, ვაიმე. გოდი! არაშენ. არა, უნდა ვიბრძოლო ბოლომდე რა. აი, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო ძმაო, იმენა აი.
რა საკეთებთ ბიჭო? Всё რა. შენი დედავატირე ეგ პასიც გასულიყო ერთიც. ეგ პასიც გასულიყო რა. აუ არა, ეგ გოლი აი თამაშგარე რო არ ყოფილიყო. ეგ გოლი თამაშგარე რო არ ყოფილიყო. უფრო გამემარტივდებოდა ჩემი აზრით. აუ ბატისტუტა. ეს ბატისტუტა კარგია. კიდე კაი. 2-0 სამწუხაროდ პირველი ტაიმი მარცხდებით 2-0-ს. 51-49-ზე ბურთს ფლობანო თითქმის იგივე. ვა. აუ არა რა აი. აუ კაი რა სიძახი ბიჭო. რანაირად ჩავარდით ბიჭო ესე ძალიან. რანაირად ვარდებით ესე ძალიან. კაი რა ხო არ გადაობ ჩემი ბიჭო. აუ კაი ანუ იმენა ბოლომდე უნდა ვიბრძოლა შანსი არა აი წაგება კი არა ფრემაინც უნდა ვითამაშო რა არ მაინტერესებს ანუ არა ბრატ ამას მეტი გოლი რო გავატანინო შო ეგრევე დამთავრდა ყველაფერი რა ანუ შო გამოვდივარ მატჩიდან ანუ იმენა დავარეიჯებ რა ანუ არა მე უკვე აზრი არა აქვს ძმაო რა მე უკვე შანსი არა აბა იქნება ერთი გოლი მაინც ბიჭო ერთი გოლი და მერე შო ანუ უკვე იმენა არჩე გაიხსნებათ რა აუ ეგ თამაშგარი რა შენი რა აი შო უკვე აი ამ ორი გოლი რო გავიდა უკვე შო რა ხასიათი გამიფუჭდა და ნუ აი ზუსტად მართალია ეგ რა რომ აი გააჩნია აი როგორ ხასიათზე ხარ აი ცუდ ხასიათზე თუ თამაშობ შეიძლება კიდევ ცუდადაც ითამაშო აბა პელე არა ბიჭო რატო არ მოტრიალდი ბიჭო რატო და ცვატირე კაროჩე აუ ავიდა და აი ხო შეცვლებსაც გავაკეთებ აი მოდი ადრიანო ბულეთედერი გვინდა უეჭველი აი დელპიერო მოდი შენც დევინ გვინდა მოდი ნედვედი გამოვიყვანოთ და კიდევ ვინ რაული ბიჭო მოდი შევცვალოთ მაშინ აქეთ და კაი ნუ ეგ არის რა კაი ნახოთ აბა ადრიანო დელპიერო ერთად რას იზავენ გამოვიყვანეთ თუ არა ეგრევე იმედი მაქვს რავი რა არა ამეს აბა ბულეთედერი იმედი მაქვს ადრიანოს მიუვაბურთი ადრიანო ბულეთედერი და მისი ჯანი აი გეუბნებით იმენა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ძმაო შანსი არა აი აუ 74 წუთია კაი ვეცდებით ჩემს მაქსიმუმს ვეცდები ყოველ შემთხვევაში ნუ მოგებით არ ამგონია მაგრამ ფრემაინც რომ ვითამაშო აბა ბოლომდე უნდა ვიბრძოლო ბიჭებო მეტი არ გაატანინოთ ამას მეტი არ გაატანინოთ შანსი არა მეც არც გავატანინებ ამას გამორიცხულია აი ჩემ სიტყვაზე მე ვაგებ პასუხს და ვამბობ რომ მეც ამას არ გავატანინებ მეტ გოლს ოპა დელპიეროს მიუვიდა ბიჭო ეს კარგად მისდის სხვათა შორის კარგია დელპიერო მე რატო აბა არანი ნედვედი დელპიერო ნეიმარი კარგი პასი რაულზე მაინც გიწაწია კაროჩე რა მოდევათ ჩავახვიოთ ბლიცით შემოიხელი კაი ნუ შმეიხელთან ეგრე მარტივადაც არ გამოვა ბიჭო აი ეს ისინი ჩახვევები და ეგეთი რაღაცეები რა ვაიმე რაულ რა საკეთებ არა შენი შანსი არა მეც არ გაგატანინებ ბიჭო კარგი ხარ ვანდერსარ ეგრე
დავაი, უცებ ეხა ვიჩქაროთ, აი იმენა უნდა ვიჩქაროთ. რომელი წუთია? 95. კაი. ჩვენი იყოს თავარია, კარგია. იდი რამეფრად. ოპა! დავაი, წამოდი, დელ პიერო, რომელიმე გამომყევით ბიჭო. რომელიმე გამომყევით, ნუ კაი. მიდი, 3-2, 1 გოლიც. 1 გოლიც. 1 გოლიც და ეგ არის. 1 გოლიც და ეგ არის. ამას არ მოვაგებინებ 1 გოლიც და. ვაიმე, რამდენი 5 წუთი გვაქვს. 5 წუთი გვაქვს. უკანა ვარო, უკან შეძლებ პასის მიცემას. კაი, ნუ არა უშავს. თავარი არ დავიზავოთ. კაი, ახლა თავარია ბურთი გამოვიტანოთ და ეგრევე სტრაფ შეტევაზე. იმიტომ რომ ყველა უკან ყავს. ყველა აქ ყავს, უბრალოდ ყველა წინ ყავს. გამოვიტანეთ. დელ პიერო, წამოდი. ნეიმარ. ადრიანო. ისა აქ ნეიმარი? ვაიმე, არა. ოპა, შეცდომა. წამოვიდით. რაულ. ჩაწოდება. დელ პიერო. არა! შენი! აუ რა ცუდი გზნობა, ყველაფერს რო იზავ, მაქსიმუმს გააკეთებ და მაინც რო წააგებ რა. აი პელეს ეგ რო გაეტანა. ან აი არ ვიცი, ნებისმიერი მომენტი ეგ რო გოლი ყოფილიყო, ანუ აი იქნებოდა. დელ პიერო აი გამწირა ბიჭო. იმენა ტიპმა გამწირა. და აი ამ ძელებს კიდე აი ამ ძელი აი ერთი ქულა ძმებო, ერთი ქულა ბიჭო, ერთი ქულა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა. აუ მაგარი ცუდი გრძნობა, აი მაქსიმუმს რო იზამდა აი რო არ გაგიმართლებს, აი ძალიან ცუდი გრძნობაა ბრატ. მოკლედ ძმებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო, არ გაგვიმართლა ბოლოსში, აი ეგ ძელი, აი იმენა საბედისწერო ძელი იყო, უნამოსო იყო. დაგემშვიდობებით ძმებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გაკოცეთ, მიყვარხართ გულში.